ბევრ თქვენთაგან ვიცნობ და ვიცნობ საიდან რომ ჩვენს მუზეუმს ეს პრაქტიკა გააჩნია და არ არის სულთლად რო ვთქვათ ახალი სკოლის და ბავშვების ჩართულობა სასწავლო პროცესში, ანუ სამუზეუმო განათლება, რო ვთქვათ. თუმცა სამუზეუმო განათლება მხოლოდ ახალგაზრდებს, მხოლოდ ბავშვებს არ ეხებათ. ყველა ასაკის ადამიანი გარკვეულწილად იღებს ამ განათლებას, მაგრამ განსაკუთრებულია მაინც რა თქმა უნდა ბავშვების და ახალგაზრდების, სტუდენტების და უფრო აი ეს შტაბილება ყველაზე მეტად სოციალური რო რჩება ხოლმე, ეს არის გახლავთ ხოლმე. რა თქმა უნდა სკოლის ბავშვები და ამას ვახორციელებთ როგორც შეგვიძლია, მაგრამ აი ახლა ამაზე უკვე ისაუბრა ქალბატონმა ემამ ამ ნივთებს და არქეოლოგიურ ნივთებთან კონტაქტში და მე ახლა უფრო მინდა გითხრათ ცოტა უფრო სხვა კუთხით შევხედო, ან კიდევ უფრო წინაც წავიდეთ სხვანაირად, აი ახლა გეტყვით რას გულისხმობ, რომ ამ ნივთთან კი კონტაქტობს მოდის ეს ახალგაზრდები მობრძანდებიან ხოლმე მუზეუმში, ჩვენ მუზეუმში, რაიონული, შეიძლება სკოლის პატარა მუზეუმიც იყოს, ამ ნივთებთან აქვს კონტაქტი, მაგრამ იცით რა არის დანარჩენი, უნდა მოუყვეთ ხოლმე. აი როგორც მე უნდა მოვყვე ამჟამად და ვაჩვენო და ახლა გაჩვენებია ერთ-ერთი ძეგლის მაგალითზე ყვარლის რეგიონში მდებარე ერთი კი არა რამდენიმე ძეგლის შესახებ, მაგრამ რისი თქმა მინდა წინასწარ რომ ესე იგი სულ მაინც კიდევ უფრო მიახლოების საშუალება არსებობს. ანუ ახლა ახალ სარგეუნებით რაც მეტი მით უკეთესი, რაც უფრო კიდევ უფრო ღრმად ჩაერთვებიან ეს ბავშვები ამ პროცესში, ანუ ამ ნივთებს მხოლოდ კი არ განიხილავენ, მხოლოდ მე ეკრანზე კი არ ვაჩვენებენ, მაგალითად როგორც მე ჩემთან აი მაგალითად გამოსულ 12 მუზეუმში ბავშვების წინაშე მოყვანილი არაერთხელ მათ წინაშე და მოხსენება გამიკეთებია პოპულარული და მიჩვენებია ეკრანზე აი სხვადასხვა ნივთები, სხვადასხვა ეპოქისა, გათხრის მომენტები, მათ შორისაც აი ესე იგი მოყოლა ეს და აი ჩვენ მე მინდა იმის თქმა რომ უშუალოდ როგორ ჩაერთვო ეს კიდევ უფრო მეტია თქვენ ახლა აღნიშნეთ და სამართლიანად ბავშვის რო ხელით შეეხება ამ ნივთს ეს ხომ ძალიან დიდი შეგრძნებაა და ძალიან ზემო სამუდამოდ ჩაიბეჭდება თავში, მაგრამ აი თვითონ იქ ადგილზე, ძეგლზე რომ იდის იქა და რომ დაინახავს მოპოვება როგორ ხდება ამისი, ანუ რას ვაკეთებთ ჩვენ არქეოლოგები? მათთვის ახლა ყველა ისინი რა თქმა უნდა ისტორიკოსები და არქეოლოგები არ დადგებიან მომავალში, თუმცა მათი ნაწილი ალბათ შეიძლება მაგასთან დაკავშირებულ პროფესიებთანაც იყოს ჩართული შემდეგში ტურიზმში, ასე შემდეგ თვითონ მეცნიერებაში, მაგრამ რისი თქვა მინდა, ესე იგი აი ამ პროცესს თვითონ არქეოლოგია როგორ ხდება არქეოლოგიური აღმოჩენები, მაგაზეც ხო უნდა დაფიქრდეს და აი შეიძლება მაინც იფიქრონ და ვიცი კიდეც რომ ფიქრობენ ახალგაზრდები კი არა საკმაოდ მოზრდილი ადამიანები ფიქრობენ რომ არქეოლოგია რაღაც მაინც შემთხვევითობასთან არის დაკავშირებული რომ აი დადიან არქეოლოგები და თუ გაუღიმებთ ბედი და ეძებენ სხვადასხვა ადგილას და წააწყდებიან სხვადასხვა ნივთებს, როგორ არა, ასეც არის იმ შემთხვევაში თუ შემთხვევითი აღმოჩენები, ანუ რაღაც პროექტი თუ მიმდინარეობს, ხრიან რაღაცის საძირკველს, სამეურნეო საქმიანობის დროს, გათრის დროს, გუთანით მოხნის დროს აღმოჩნდება ხოლმე და კი ბატონო არქეოლოგები ვალდებული ვართ მივიდეთ იქ და შევისწავლოთ, მაგრამ აი მეორე კუთხით რომ მათ გაითავისონ ამ ახალგაზრდებმა რომ ეს ნივთები როგორ მოდის, ანუ საიდან ესე იგი აი ეს პროცესი ყურეთ რომ მეცნიერი ეძებს არქეოლოგი და პოულობს, აი ეს კარგად რომ გაისაკრან, გაიაზრონ,
კვლევის პროცესი, ანუ რომ ის პოულობს, ვინც ეძებს და პრობლემა აქვს, ესე იგი. აი, ერთ საინტერესებს მაგალითად ანტიკური ხანის ქალაქები როგორ იყო, მეორე საინტერესებს ციხესიმაგრეების, გამაგრების ისინი რაპორტიფიკაციო სისტემები როგორ იცავდნენ ქალაქებს, მესამე საინტერესებს სულ რაღაც აბსოლუტურად რელიგიური კუთხით ქრისტიანობის გავრცელება ან სხვა წარმართული რელიგიების. ერთი წუთით, აი ის ახალგაზრდებმა ეს პროცესი რომ დაინახონ, დაიჭირონ ის მომენტი, რომ ეს ადამიანები, არქეოლოგები ვეძებთ, გვაქვს პრობლემა წინახწარ დასახული და გვინდა იმისი ან დადასტურება ვნახოთ. იშვიათ შემთხვევაში გაწმილებას და არ დადასტურება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ ვიცით რა გვინდა, რა უნდა ვნახოთ და აი ამ პროცესში შეერთონ და ეს სხვანაირად არ მოხერხდება თუ არა თვითონ აი ამ არქეოლოგიური კვლევის ადგილებზე მისვლით და რამენაირად ჩაქვით. აი წეგან ახსენეთ რომ კუთხეები სადაც იმიტირება ხდება, ჩაუწყობენ ხოლმე ახალგაზრდებს, ბავშვებს, ნივთებს და იმიტაციას შექმნიან გათხრისას და ფუნჯით აღმოაჩენენ ეს ბავშვები, იპოვიან ნატეხებს, მე შეიძლება იმისი დამუშავებაც კი მოხდეს და შეწებებაც, შეფოთიწებაც და ასე შემდეგ. არაჩვეულებრივია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი, ვინც პირველად განახორციელა ჩემი პატივი მას და ეხლა ძალიან ხშირია ესა, მაგრამ აი უყურეთ, როდესაც უკვე ნამდვილში მონაწილეობს, ესე იგი, ის თვალწინ ხდება ეს აღმოჩენა და იცის, რომ აი გარშემო განწყობა უყურებს უცხერის ეს მეცნიერები როგორ არიან დაძაბულები, ეძებენ, როგორ უფრთხილდებიან, როგორ უნდა გახსნას, როგორ და ამ დროს გამოჩნდება ხანდახან მოლოდინი ამღელვარება აღმოჩნდება თუ არა ის როგორც მათ წარმოედგინათ ის იქნება თუ არა. ერთი წუთით აი ამ პროცესში მონაწილეობა არის თლად კარგი და საუკეთესო. ცოტა სხვანაირად მომდის, რომ გეუბნებით რომ რა არის ყველაზე კარგი, მაგრამ არ ვამბობ რომ ის არის რთული. რა თქმა უნდა რთულია. რა თქმა უნდა, მუზეუმში მიყვანა უფრო ადვილია და ნივთთან შეხება, იმიტომ რომ მუზეუმი ამისთვისაცაა მოწყობილი, სწორედ მუზეუმი ის ადგილია, ამისთვის სადაც უნდა ადამიანები მივიდნენ და ცოდნა მიიღონ. ანუ ინფრასტრუქტურა მაგეთვისაა მოწყობილი და ახლა მე რასაც ვამბობ, რომ ჩართული იყვნენ არქეოლოგიურ პროექტებში თვითონ ეს რთულია დამეთანხმეთ. ესე იგი, კარგი ცხოვრება რო კარგია, იმაზე ვსაუბრობ მე ფაქტიურად, მაგრამ რატომაც არა უნდა ვეცადოთ ჩვენ. იმიტომ რომ აი ვისაუბრეთ, სწორედ იმიტომ რატომაც ვსაუბრობ, საქართველოს უამრავ ტერიტორიაზე, ყველა რეგიონშია თითქმის რაღაც საინტერესო ძეგლი და ვერ ვიტყვით რომ ამჟამად ყველგან მიმდინარეობს ყველა რეგიონში გათხრები და ყველა კონკრეტულში, მაგრამ მაინც არის იცით საკმარისი რესურსი ამის, იცით თითქმის ყველა განიმეზებელში თუ არა ვთქვათ, აი ამ წუთში თუ არ მიმდინარეობს მაგალითად ლაგოდეხში მიმდინარეობს, ყვარელში, საგარეჯოში თუ არ მიმდინარეობს, თელავში, ერთ სიტყვით შეიძლება თუ მოვინდომებთ, ასე ჩვენ სურვილია ერთ სიტყვით ამისი რომ აი თვითონ ამ პროცესში იყვნენ ბავშვები ჩართული და რომ და ჩვენი ასე როგორც პრაქტიკოსი არქეოლოგი, რომელიც ამდენი წელია მუშაობ, ჩემს პირად განწყობასაც გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, იმდენ პრობლემებში, რასაც სჭირდება არქეოლოგიურ გათხრებს, რაც იქამდე რომ მიხვიდე, რომ გათხრების რესურსი მოიპოვო, გინდათ იცოდე, რომ ეს საინტერესო ნაქალაქარია რამდენიც, გინდათ გნებავთ, ვიცით, რომ საინტერესო ნაქალაქარია და ვერ უპოულობთ რესურსს და ვერც ვიწყებთ გათხრებს და ასე შემდეგ. ანუ ფლად ჩვენზეც აღარ არის დამოკიდებული ეკონომიკურ რესურსებზე, სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა კიდევ ამ ჩვენ გართულებულზე რაღაც ვიშოვეთ თანხადად მუშაობთ და ამ დროს მეორე კიდევ წამოვიკიდოთ ზურგზე, რომ კიდევ ბავშვები წავიყვანოთ და იმათ მივხედოთ და იმათ ვისაუბროთ. ჩვენი აი ეს ძვირფასი დრო რომ წუთები გვაქვს თუ საათები თუ დღეები მოზომილი, კიდევ იმაზე დავიხარჯოთ, მაგრამ ასე არაფერზე აღარ უნდა ახალგაზრდებს არ უნდა გაუზიაროთ ცოტა გამოდის, იმიტომ რომ ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისიც ახალია, რომ ვთქვათ, ადამიანმა დღეს იწყებს ნაბიჯების გადადგმას, პირველ კურსელია, მეორე კურსელია და შეიძლება დღეს კი ვერ გიკეთებს, ხელსაც გიშლის ხანდახან.
პირდაპირ გულახდილები რო ვიყოთ. ანუ რა თქმა უნდა, მუშაობენ ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში არის მომენტები, სადაც გირჩევნია პროფესიონალი მუშები იდგენ და რაც შეიძლება მეტი გათხარონ, რაც შეიძლება მეტი ისაქნან, გამოაჩინონ, ანუ ხოლმე ხდით ის პამირა, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ცუდი მიდგომაა, არ არის საქვეყნო, სახელმწიფო, პატრიოტული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მათთვის გვინდა, ეს ახალგაზრდებისთვის გვინდა, მათი სულიერი ჩამოყალიბებისთვის გვინდა და მართლაც შემართ ცხოვრება მათ გამიმტკიცა ეს და მომიწია ეს ნაბიჯ. აგე წეგან დღეს გზაზე საუბრობდით მე და ბატონი მიშა რომ როგორი ახალი უყვებოდი ახალგაზრდობა გამახსენდა და პირველივე ნაბიჯებიდან ბეჭდვითონ ახალგაზრდას როგორ დამყავდა ახალგაზრდები. ეს კიდევ სხვა რესურსის გამოყენება იყო. ყველას გახსენდება თქვენ რომ რაღაც შრომითი სემესტრები იყო, უნივერსიტეტებიდან უშვებდნენ ხოლმე ახალგაზრდებს რომ ემუშავათ და ძეგლებისთვის მიეხედვათ და იყო სლოგანები, ძეგლი ცოცხალი წინაპარია, გასაგებია, მაგრამ მოქონდა იმას შედეგი. მოქონდა შედეგი და ძალიან კარგიც, იმიტომ რომ ეს იყო ახალგაზრდული ენერგიის ჩადება ამაში. ანუ ის კი არა რომ ჩვენ ცალკე ვიყოთ და მერე მოვიპოვოთ ეს ნივთები და მერე ვაჩვენოთ ახალგაზრდებს, არამედ თვითონ იყვნენ ამაში ჩართული და მინდა მოგახსენოთ, ცოტათი არათანმდაბლურად შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ ის ხალხი, ვინც მონაწილეობდნენ იმ ექსპედიციებში, აი პრაქტიკულად კი არა, სრულად ყველანი ძალიან საინტერესო ჩამოყალიბებული მოქალაქეები დადგენ, არა მარტო არქეოლოგები, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ არქეოლოგებზე, მინდა მოგახსენოთ არქეოლოგებიც იყვნენ, მაგრამ იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტუდენტები და ისინი დადგენ ძალიან კარგი სპეციალისტები, კარგი მოქალაქეები, კარგი მეოჯახეები და ეს თვითონ კარგი ადამიანები, რომლებიც თანამედროვე სოფლიო მოქალაქეები, რომლებსაც ესმით ხელოვნება, კულტურა, არქეოლოგია და ყველაფერი ეს მიიღეს. ახლა უკვე დაუბრუნდეთ კიდევ ახალგაზრდებს. აი, როდესაც დაგვიდგა და ამასობაში პარალელურად რაღაცნაირად მინდა ჩაგირთოთ ერთი პროექტი, იმიტომ რომ მაგალითი ხონა მოვიყვანო და ითუმეტეს, აგერ როგორც გავიგერო თურმე შეგეკერა საინტერესო თემაა, ესეთი ეს არის ნაქალაქარი ნეკრესზე ჩატარებული სამუშაოები. რახან ამას მეუხელმძღვანელობ წლებია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით, ანუ მე ჩვენ საუბრობთ ნეკრესის ნაქალაქარის გათხრებზე. ნეკრესის ნაქალაქარი გვიან ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების დიდი უზარმაზარი სამეფო ქალაქი, დაარსებული ჯერ კიდევ საღრიცხვამდე ანტიკურ ხანაში და შემდეგ შუა საუკუნეებში, ადრეულ შუა საუკუნეებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იქ საკმაოდ ესეთი პროვინციის ცენტრიც იყო, როგორც ჩანს და მრავალი წყაროს გაუწყებს ამ დიდი ქალაქის მნიშვნელობაზე. ქართლის ცხოვრებიდან მეფეთა ცხოვრება მოქცევა ქართლისაშიც არის მოხსენებული. ანუ ეს ვიცით რომ არის ეს ქალაქი, იყო, ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით თვითონ ქალაქი სად იყო, იმიტომ რომ ყველა ვიცოდით ეს იყო გორაზე შემოსკუპებული, ეს ძალიან ლამაზად არაჩვეულებრივად გარემოზე გაბატონებული ნეკრესის მონასტერი, ხოლო თვითონ ქალაქი არ ვიცოდით. და აი ჩვენს შეუდექით, მანამდე ჩემი მასწავლებელი აკადემიკოსი ლევან ჭილაშვილი, რა თქმა უნდა, რომელმაც წამოიწყო ეს კვლევები და შემდეგ უკვე ამ საუკუნის დასაწყისიდან მე შევენაცვლე მას, სამწუხაროდ იგი ადრე წავიდა ჩვენგან და მე შევენაცვლე და ამასობაში ამ პერიოდს მოუწია ეროვნული მუზეუმის ჩამოყალიბებამ, ამ გაერთიანებამ სამუზეუმო, სწორედ ის პერიოდი იყო, რაც მე ჩავიბარე ეს გათხრები, მანამდეც მონაწილეობდი, მაგრამ შემდეგ ჩავიბარე და აი ეროვნული მუზეუმის წიაღში კიდევ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. დრო მიდის, უყურებთ ევროპულ გამოცდილებას და გადავწყვიტეთ, რომ სამუზეუმო განათლება, ანუ სკოლასთან კავშირი, აუდიტორია მოგვეწყო ისეთი, რომ აუცილებელი კარგად საშუალება ჰქონოდა, ანუ არა ისეთი რაღაც უბრალო,
მხოლოდ სამეცნიერო, არამედ გარემო ყოფილიყო ესეთი, რომ მიგვეღო ახალგაზრდები და შედგა პროგრამები, ხორციელდება სასკოლო განათლების პროგრამები და ერთ-ერთი წამყვანი თემა გახდა ამ მუზეუმისა, ისევ როგორც წამყვანი მსოფლიოს მუზეუმებში სამუზეუმო განათლება, არავითარი ნაკლები ისა დანიშნულება არ აქვს, ვიდრე ვთქვათ სუფთა სამეცნიერო, ან რაღაც კომერციული, რაღაც ტურისტული მომსახურებისთვის. ანუ სასკოლო განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროფილიც გახდა ჩვენი მუშაობის და აი ამ ფარგლებში მე ამ კვლევას შევდექი და ერთი დიდი თემა, ერთი თემა კიდევ არის მოგახსენებთ ეს დეკრეტში მოხდა უძველესი ქართული წარწერების აღმოჩენა, რომელზეც ძალიან მრავალი სერიოზული მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს არის წინაქრისტიანული ხანის ქართული პირველი დამწერლობის ნიმუშები. ამაზე ვისაუბრებ თუ მე და კითხვა იქნება დასურვილი, მაგრამ აი ეს თემა იყო და შემდეგი თემა იყო სად იყო ის ეკლესიები, რომელიც ქართლის ცხოვრებაში მოხსენებულია მატიანეებში თრდატის მიერ მეოთხე საუკუნეში თრდატის მიერ აშენებული ეკლესია. დღემდე მიჩნეული იყო და ქართულ ისტორიოგრაფიაში და ხელოვნების ისტორიაში აი თითქმის 80 წელი და მეტის დღემდეც კი ზოგიერთ სახელმძღვანელოში ასე წერია, რომ აი ეს ერთ-ერთი პირველი ეკლესია მეოთხე საუკუნის, რომელიც ნეკრესის მონასტერში დგას. ასევე ფიქრობდნენ, რომ ასეთივე, ესე იგი, ჩამოყალიბდა თეორია საქართველოს. მოკლედ გეტყვით, აი რა პრობლემაზე მუშაობდით და რა შეიყვან ჩართული ეს ახალგაზრდები და შემდეგ გეტყვით, როგორ ისინიც მონაწილეობდნენ ჩემთან ერთად, სტუდენტებთან ერთად. ანუ ამ პროექტში დამავიწყდა მე თქვა, რომ უკვე ჩართული იყო, მაშინდე რაც თითქმის მაშინვე რაც მე ეს ექსპედიცია ჩავიბარე, ჩართული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის. ანუ აქ ისედაც ახალგაზრდობის ჩართულობა იგულისხმებოდა ყოველ ზაფხულს. ანუ სტუდენტების სწავლის პროცესი და მათი ხელით კეთდებოდა. არა მხოლოდ იქაც კეთვით, არა მხოლოდ არქეოლოგების მიერ, არამედ სხვა მიმართულების ახალგაზრდების ჩადიოდნენ. იქ შევქმნით შექმნილი იყო ბაზა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცხოვრებელი ყვარელში, თვითონ სადაც ჩამოგზანდებიან იქა, ცხოვრობენ კიდეც, მოწყობილია შესაბამისი ლაბორატორიების და ესე იგი ეს ერთ-ერთი კერა შეიქმნა თვითონ ყვარელში, აი ასეთი სამეცნიერო არქეოლოგიური კვლევისა და არქეოლოგიური განათლებისა. ანუ სტუდენტები ხო დადიოდნენ იქა ამ კვლევებში და კიდევ მათთან ერთად როგორც შემდეგ გეტყვით, ახალგაზრდობაც იყო ჩართული. აი რა ხდებოდა ახლა თემაზე გეტყვით ძირითადად ეს პრობლემა იყო ასეთი იყო თუ არა უძველესი ეკლესია, ესეთი პირველი ქართული ეკლესიები მცირე ზომის და ვითარდებოდა თუ არა საქართველოში ეკლესიის ტიპი ადგილზე. ანუ ადგილზე შემუშავებდნენ თუ არა ქართველი არისტოკრატები, ოფიციოზი და არქიტექტურათმოძღვრები ახალ ტიპის ეკლესიისას. სამწუხაროდ თუ რაღაც ასე იყო, რომ რახან ვერ პოულობდნენ პირველ ქართულ ეკლესიებს საქართველოს ტერიტორიაზე ფერზე მდგარს. ამიტომ ფიქრობდნენ, რომ მეოთხე, მეხუთე საუკუნეებში საქართველოში იგებოდა რაღაც სულ პატარა აი ასეთი, როგორც ეკრანზე ნახეთ, აი ეს ნახეთ ეკრანზე აი ამ ტიპის პატარა ეკლესიები, რომელშიც 2-3 მეტრი ფართობი ჰქონდა შიგნით და თითქოს შიგნით შედიოდნენ მხოლოდ მგლები და გარეთ იდგა მასა, ბრეული, რაც პრაქტიკულად ქრისტიანული კულტსახურებისთვის დაუშვებელია თითქმის, იმიტომ რომ ეს უნდა იხურებოდეს, დახურებაც შექნებოდა, ოდესგანვე შეკრება მორწმუნეებისა, ქრისტიანებისა. ანუ აი ეს თეორია იყო ეჭქვეშ დაყენებული ჩემამდეც მთელი რიგი მეცნიერების მიერ, მაგალითად ბატონი პროფესორი ზურაბ კიკნაძის მიერ, ძალიან ცნობილი მეცნიერის მიერ, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მთელ რომის იმპერიაში, როგორც კი ქრისტიანობაში ოფიციალურ რელიგიად იქცა, იგებოდა იმ წუთში, აი, იმიტომ გაჩვენეთ ეს სლაიდი, უზარმაზარი დიდი ზომის ბაზილიკები, იმიტომ რომ ეს იყო ძლევამოსილის შემოსვლის ქრისტიანობის დამყარების ახალ რელიგიად ნიშანი და ეს ნიშანი უნდა გამოხატული იყოს ზომებშიც, აღკაზმულობაშიც, მასშტაბში, თორემ ის ვერაფრით ვერ გაშლილობდა წარმართულ ისეთ ტაძრებს, ანუ
ეს მხოლოდ მასას ადამიანების მასას მხოლოდ მით უმეტესი ყველა ხო არ იყო ძალიან ნაკითხი და ქრისტიანულ ფილოსოფიაში ჩახედული უბრალო მასებს სჭირდებოდა დიდი ტაძრები რათა დაეჯერებინათ იქ თავისი გალობით თავისი რიტუალებით რომ ეს მიეღოთ ეს ქრისტიანობა ბოლომდე და გაეტაისებინათ და მოწიწება და ვის დაეჩერებოდათ გაჩენოდათ ამ ახალი რელიგიის მიმართ და აი ყველა ეკლესიებში ახლა შემიძლია რაღაც ვაჩვენო კიდე ცოტა ის არა მაქვს აქ კურსორი აგერ რომის პირველი ბაზილიკები აგერ ეგვიპტის ძალიან დიდი ბაზილიკები სულ ყველა მეოთხე საუკუნესაც გიჩვენებთ სომხეთში ტვინის ბაზილიკა სხვათა შორის არის ერთი გაცნობთ და შემდეგ ნახავთ კიდეც რომ აი გაჩვენებთ შემდეგ სირიაში ერთ სიტყვით ბიზანტიის ანუ ქრისტიანული რომის და ადრე ბიზანტიურ ხანაში ყველა ქვეყანაში იქნებოდა დიდი ეკლესიები და მხოლოდ საქართველოს შეგვედა ამ თეორიის მიხედვით გამონაკლისი რომ პატარა ეკლესიები იგებოდა და თვითონ ქართველი არქიტექტორები ნაბიჯი ნელ-ნელა ზომას უმატებდნენ და ხელის ცეცებით ეძებდნენ თითქოს აი ეკლესიის ფორმას როდესაც არსებობდა მოდელი შემუშავებული კანონიკური უკვე ბაზილიკებისა სვეტებით გაყოფილი დიდი ნაგებობებისა, რომელშიც ხდებოდა, რომელსაც აღმოსავლეთით ჰქონდა მიდგმული საკურთხეველი. ეს უკვე გეგმა იყო შემუშავებული და როგორც მოდიოდა წმინდა წერილი და წმინდა წიგნი და ითარგმნებოდა შემდეგ, ასევე მოდიოდა საქართველოში ეს მოდელი ეკლესიისა. ხო და აი ეს რახან მანამდე ვერ ისე ამდენი წლის განმავლობაში ვერ იქნა ნაპოვნი მეოთხე მეხუთე საუკუნის ეკლესიები, ამიტომ ვფიქრობდნენ, რომ საქართველოში არ იყო ამ პერიოდის დიდი ეკლესიები და აი ჩვენ სწორედ აი ამ ძიებაში დავიწყეთ ძებნა, სწორედ ნეკრესში რახან მოხსენებული იყო და ის არ აღმოჩნდა, იქ კვლევა ჩავატარეთ, ანუ წეგარად გაჩვენეთ. დამავიწყდა მე თქვა და აღმოჩნდა ის არა სამრევლო ეკლესია, იცით? აი ეს რაც გითხარით. სამრევლო ეკლესია კი არ აღმოჩნდა, არამედ აღმოჩნდა საძვალე. სადაც მონასტრის დროს ავიგოს ნეკრესელმა მე-6 საუკუნეში, როდესაც აშურელმა ამის მოსვლის დროს, როდესაც იქ დააარსა მონასტერი, მაგდროს მონასტერს დაჭირდა საძვალე, ყველა მონასტრებში არსებობს აბსოლუტურად კრიპტა საძვალე და ამ კრიპტა არის ქვემოთ, აი ჩვენმა გათხრებმა სწორედ აჩვენა რომ აი ეს კრიპტა არის ქვემოთ, აი ხედავთ ჩასვენებული მისვისენი მეორადი დაკრძალვა საძმო სამარხები, როგორც ყველა მონასტერშია, ბევრ მონასტერშია, უამრავი მიცვალებულისა და ნივთების აი აქეთია ხედავთ თქვენ აი ამ ნივთებს რომელიც აღმოჩნდა ისიც აღმოჩნდა მე-7 საუკუნის ანუ არა მე-4 საუკუნის არ აღმოჩნდა ანუ ის რომ ეგონათ ეს აშენებული ისტორიაში მოხსენებული მეფე თრდატის მიერ რომ ეს ის ეკლესია იყო ეს ის ეკლესია არ აღმოჩნდა პირდაპირ ამის შესწავლით და დავიწყეთ ძებნა სხვა ეკლესიის უფრო დიდი უნდა აღმოჩენილიყო ნეკრესის დაქალაქარზე და მართლაც დაბლობებზე იქვე, სადაც ქალაქი იყო გალავნის შიგნით, არა იმ მთაზე, არამედ ქალაქი დაბლობზე იყო განლაგებული და აი იქ აღმოჩნდა ჯერ ნანგრევები შევნიშნეთ, აგერ ხედავთ თქვენ გულოთრის ჩანდა ხავსიანი დაქცეული ქვები და გათვლის შემდეგაც გამოიკვეთა შესანიშნავი ნამდვილი ისეთივე ბაზილიკა წეღარო გაჩვენეთ. ანუ როგორც იყო რომის აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ადრე ბიზანტიურ ხანაში ტიპიური ისეთი. მას ჰქონდათ აი ხედავთ ახლა დაქცეული ბოძები ახლა კონსერვირებულია, წამოყენებულია ფერზე, მაგრამ ხედავთ როგორი მასშტაბი არის. ანუ ზომებით ხო, აი ახლა იქნებსაც გაჩვენეთ. ხო. ესე იგი, ამის ზომების სიგრძე, აი ამას გულისხმობთ, ამის ზომები, აი წინა იმას ხედავ, ეს არის 31 მეტრი. ანუ უკვე ეს აღემატებოდა ეს ეკლესიაც კი ზომით ბოლნისის სიონს, რომელიც მანამდე იმ თეორიის ავტორებს მიაჩნდათ პირველ ქართულ დიდ კანონიკურ ბაზილიკად. მე-5 საუკუნის ბოლო. ანუ მთელი 170 წელი გამოდიოდა რომ საქართველოში აგებდნენ არა კანონიკურ ისეთ ეკლესიებს, თან ყველა საოცარი იყო რომ ეს ტიპიური არ იყო ყველა ქვეყნისთვის. პირიქით, სულ ყველგან იგებოდა, სადაც იმიტომ რომ ისეთ კონტაქტი და კავშირები და ის ძალიან ისეთი იყო. ეხლა დღევანდელს ვერ შევატარებთ, მაგრამ ინტენსიურად როდის შედიოდა ქრისტიანობა, იქ შედიოდა ისიც როგორც წერილები წმინდა შედიოდნენ გლები, იწყებოდა ინტენსიური კონტაქტები ამ ცენტრებთან, ბიზანტიურ
დაწინაურებულ ცენტრებთან და იქიდან მოდიოდნენ მძლევის და ოსტატების პირდაპირ ქართლის მოქცევა ქართლისაში მოხსენებული რომ იმპერატორმა კონსტანტინემო როდესაც მირიანმა მოითხოვა მძლევი და გაქრისტიანება მოისურვა ოსტატებიც ანუ ხუროებიც კი გამოატანაო უნებრივია ასეც მოხდებოდა შეიძლება მაშინვე იმ არქიტექტორებს ქართველი ხელოსნებიც შეენაცვლენ და ხელად გაიგეს მათი ოსტატობის და გადაიღეს სამეკლესიების შენობა პირველი უთუოდ უნდა ჩამოეყვანათ ეს იყო იმპერატორის წყალობა რომ არ გამოეგზავნა და როგორც შემდეგ ნახავთ აი ახლა შემდეგ სურათზე სწორედ აი რომელიც ქალბატონმა ევამ გაჩვენათ ის გახლავთ ის კანდელი თუ შეგვიძლია ხო ესა ჭრაკით ლითონი შეიძლება ვთქვათ რომელიც ზეთის რომელიც აქედან პატრონი იყო შიგნით ზეთს ასხავდნენ და რომელიც ჩამოკიდებული იყო იქ ტაძარში და არაერთი სხვადასხვა ტიპისები აღმოჩნდა იქ გათხრების დროს იმიტომ რამე თუ ეს ეკლესია დანგრეული აღმოჩნდა ბაზილიკა მალევე მე-5 საუკუნეში მიწისძვრისგან ამიტომ ყველაფერი ქვეშ მოიყოლა და გათხრისას აღმოჩნდა მრავალნაირი საკიდებზე დაკიდებული და უნდა მოგახსენოთ რომ ყველა ესენი გახლავთ თარიღდება მე-4 საუკუნით მე-5 საუკუნის აი დასაწყისი და ეს ძალიან ცნობილი არის ევროპის მუზეუმებშიც და ითვლება რომაულ ნაწარმად ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიიდან მომდინარეობს ახლა ამას თავისი სტილისტურათაც ემჩნევა რომ ჯერ კიდევ ანტიკურობის კვალია ესე აი მე-4 საუკუნეს არ გადმოცდება ხო და თან იქ დამზადებულია ევროპული იქიდან მოტანილია იცით არ არის აქ დამზადებული ვიცით რომ აქაური ოსტატების არ არის ანუ გამოდის რომ მხოლოდ და წიგნები და საეკლესიო უშუალოდ ბარძიმ ფეშქუმი კი არ მოქონდათ სანათებლებიც კი მოქონდათ ანუ ესე იგი რამდენად ვიყავით დაკავშირებული როგორი მჭიდრო იყო ურთიერთობა ამ ქრისტიანულ ცენტრებთან სადაც გასაგებია პირველად ჩამოყალიბდა ლიტურგიაც კანონიკაც მისი ეკლესიების ფორმების და აი ბატონო დადასტურდა და საუკუნეებით ისავხედით განსაზღვრეთ მისი ამ ნივთების მიხედვით იქ ნაპოვნი კერამიკული ნაკეთობებით და პლუს მინდა გითხრათ რომ ამასობაში ამ ჩემ კვლევებში ჩაერთო ქალბატონი ემა რომელიც იქ ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი აღმოჩენების აი დოლოჭობის შემდეგ ეკლესიაზე განსაკუთრებით და მან ეს ჩვენი იქ აღმოჩენილი ნივთები ორგანული ნივთიერებები დაგვეხმარა რომ გაგვეგზავნა დიდ ბრიტანეთში მაშინ გლაზგოს უნივერსიტეტში და იქ დათარიღდა ჩვენ არ გვაქვს სამწუხარო დღემდე ეს რადიოკარბონული დათარიღების ისა აპარატურა და მივიღეთ თარიღები კვეთრი თარიღები რომ ეს არის მე-4 საუკუნის მეორე ნახევარი მე-5 საუკუნის დასაწყისი ის რაც გითხარით ის მართკუთხა საკურთხევლიანი ჭაბუკაურის ბაზილიკა და კიდევ მეორე და აი მივადექით კიდევ ერთ ჩვენი კვლევების შედეგად მივადექით ერთ თემას კიდევ ბაზილიკის კვლევას εμείς აღვყარეთ დაუბრუნდები ცოტა უკაცრავად აი ამ ბაზილიკის კვლევას ტყეში ასევე ცოტა მოშორებით ცხოვრებაში მეორეც აღმოჩნდა უკვე ოღონდ ისე მეორე უფრო დიდი აღმოჩნდა და თან ოდნავ დაგვიანებით ის თუ იყო მე-4 საუკუნის სადღაც მე-13 და მე-13 ის ჭაბუკაური რაცგან გაჩვენეთ აი ეს დოლოჭობის ბაზილიკა გახლავთ ყოფილა თურმე მე-5 საუკუნის დასაწყისი და აი ამის იმაში გინდა გითხრათ რომ აი ამ გათხრების დროს პირდაპირ პირველივე დღეს ეს იყო უკვე ჩვენი უკვე ესე იგი მივიღეთ წესად ესე გავაკეთებინოთ რომ ახალგაზრდები ჩაგვერთო ხოლო იქაური ახალგაზრდები იცით აი უფროსი კლასის მოსწავლეები იცით რაღაცნაირად მათ უფრო აინტერესებდათ ვიდრე უფრო სასაკიან ხალხს პირდაპირ ვთქვათ რომელსაც მხოლოდ რაღაც ფინანსური იმით ჭირდებათ მუშაობა და როდესაც დავინახეთ უკვე გამოცდილება ჰქონდა რომ ეს ახალგაზრდები ძალიან სიამოვნებით მუშაობდნენ აი ეს ახალგაზრდები პირდაპირ აი რო ვიპოვეთ აი ეს ნანგრევები რომელიც ბორცვის ქვეშ იყო მოქცეული ტყეში ფაქტ მიწით იყო დაფარული თითქმის მთლიანად აი შემდეგ ტყეები რომ მოვჭერით ასე გამოჩნდა და შემდეგ ეტაპ ყოველ წელიწადს აი 2012-2013 ხედავთ ნელ-ნელა ჩდებოდა ეს დაბლა დავდივით იმიტომ რომ ხელის სათხელი ინსტრუმენტებით მაგრამ მინდა გითხრათ რომ აი ამ სტუდენტებთან ერთად რომლებიც აი ამ გათხრებში მონაწილეობდნენ და ნელ-ნელა ჩდებოდა ეს გრანდიოზული მართლაც ეს უკვე კავკასიაში ყველაზე დიდი ტაძარი
ეს გახლავთ 44 მეტრის სიგრძის და 29 მეტრის სიგრძის სიგანის. აი მაგალითისთვის გეტყვით რომ ის ბოლნისის სიონის ტაძარი რომელიც ყველაზე ადრეულად და ყველაზე დიდად იყო მიჩნეული, ის იყო 28 მეტრის სიგრძის და ეს იყო 44 მეტრის. ანუ გაცილებით იმაზე უფრო დიდი იყო. თან აქაც რა თქმა უნდა ამ ტექნიკური მეთოდითაც ვათარიღებდით, ნივთებსაც იმაშვებოდით, პოულობდით და ერთ სიტყვით კარგად დამტკიცდა, ანუ ამ ჩვენს მუშაობაში ერთობლივი უნივერსიტეტის, მუზეუმის და აი ამ ახალგაზრდობის ჩართულობით ამ კვლევებით მივიღეთ უდიდესი აღმოჩენა, რომ თურმე თითქმის 100 წელი ჩვენ არასწორად უყურებდით ქართული ეკლესიების გენეზის განვითარებას და თურმე ჩვენთანაც ზუსტად ისეთი მნიშვნელობის ტაძრები იგებოდა მასშტაბის როგორც რომის აღმოსავლეთ პროვინციებში, ადრეულ ბიზანტიაში. ეხლა უბრალოდ სურათებს გაჩვენებთ როგორ არიან ხან სტუდენტები ჩართული ამ მუშაობაში, არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, ახლა მაგალითად კავკასიის უნივერსიტეტიდან ჩამოდიოდნენ, სხვადასხვა იმებიდან ჩამოდიოდნენ სტუდენტები ჩვენს მონიმაში, ჩამოდიოდნენ აგერ ხედავთ გერმანიის უცხოელი უნივერსიტეტებიდანაც ხედავთ აგერ მაგალითად ქალბატონი ანეგრეტი რონგე ის არის იენას უნივერსიტეტიდან აი ესე ქვემოთ არიან ასევე გერმანელი ბრემენის უნივერსიტეტიდან სტუდენტები და ადგილობრივი სკოლის ბავშვები. ანუ მივედით ბოლოს იმსაკეთს რომ აი ამ დროს მივხვდით რომ რა თქმა უნდა სტუდენტების ძალას ვერ შეედრება ბავშვების მუშაობა, რა თქმა უნდა დილიდან საღამომდე 8 საათი ვერ იმუშავებენ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყოველთვის გამოვყოფდით დროს დავამყარეთ კონტაქტი ყვარლის სკოლებთან. ნუ ეხლა სამი სკოლა იყო, ეხლა ორი სკოლაა დარჩენილი ისეთი, მაგრამ აი ის ხან ერთი სკოლის, ხან მეორეს მოსწავლეები მოდიოდნენ და ჩვენ ყოველნაირად უტარებდით საუბრებს, მონაწილეობდნენ აი ამ გათხრებში, კვლევებში და ერთი გენახათ, აგეთით ხედავთ ერთ სურათზე ქალბატონის კი მასწავლებელი, ჭაღარა მასწავლებლის კი მონაწილეობს ნიშნით ხელში მათთან ერთად მუშაობს და ერთ სიტყვით, აი ძალიან ისეთი ატმოსფერო იყო შექმნილი, ბუნებრივია ძალიან უხაროდათ ახალგაზრდებს მონაწილეობას დრო უნდა დავთ ბავშვებს, უნდა გამოიყოს, ვისწავლეთ, დავით ჩვენ თავშიც მისავქერით ჩავიდეთ ეს ელემენტარული პოსტულატი ეს დებულება, რომ უნდა თუ ახალგაზრდები მოდიან, მათ უნდა მივიცეთ საშუალება, რომ იმუშაონ. იმ დღეს იმდენი სამუშაო ნუ შესრულდება, მაგრამ მათ თავის ხელით ამოიღონ ეს ტივტები და დაინახონ, რომ აუშვათ ინტერესი, ძალიან დიდი ინტერესიც და დაიწყეს უფრო მეტად მუზეუმებშიც სიარული მათ და უტარებდით მათ ამ ნივთებთან, რა თქმა უნდა, იქვე ადგილზე ამ ნივთებს თვითონ თავის ხელით, რაც მათ დროს მოხდებოდა იმ ნივთების აღმოჩენა, თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორი სიხარული იქნებოდა მათთვის და როგორი ინტერესი, იქვე ადგილზე უხსნიდით ბუნებრივია და აი ერთ სიტყვით, აი ამ ტაძრის მნიშვნელობასაც უხსნიდით, ესე იგი ხდებოდა და აი გაიგეს მათ, რომ დამხელა აღმოჩენაში მიიღეს მონაწილეობა და გეტყვით, რომ აი ესეთი დიდებული ტაძრის მშენებლობისა წარმოჩენა, რომელმაც მთლიან შეცვალა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში მთელი სურათი პრაქტიკულად როგორ ვითარდებოდა, აი ამ ახალგაზრდებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და იქაურ ახალგაზრდებს, პარალელ ახალგაზრდებს და კიდევ ჩამოდიოდნენ ზოგიერთები იშვიათად, მაგრამ სხვა სკოლებიდანაც, ესე იგი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ნუ შემდეგ იქ სხვა დანარჩენ ძეგლებზეც აგვაქვს, იქ გრემის მონასტერში შევგავხსენით ლევან მეფის სამარხი, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო და დადასტურდა ლევან მეფის აკლდამის არსებობა, ამაშიც ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდით, ეს ახალი ამბებია, ესაც კიდევ ერთი ყვარლის მიდამოებში კიდევ ერთი ეკლესია და აქაც ახალგაზრდების ძალით უკვე ეს უკვე ჩვენი პრინციპი გახდა, რომ ჩავდივართ და ახალგაზრდულ, ასე ვთქვათ, ბრიგადას თუ გუნდს ვქნით, რომელიც ჩვენთან ერთად ხალისის მუშაობენ. სკოლის მოსწავლეები, აქაც ხედავთ, როგორი ახალგაზრდების გუნდია გამოსახული, რომლებიც იქვე ჩვენთან ერთად მუშაობენ. და ამ კვლევებზე შედეგება უამრავია, საინტერესო აღმოჩენა, ამაზე ვერ გელაპარაკებით, თუ არა გვაქვს ეს ფორმატი, მაგრამ აი ვიტყვით, რომ ეს ძალიან საინტერესო
როგორც ვიცი, ბოლნისის სიონზეა პირველი ქართული წარწერა და აი ამან რა შეცვალა? არა, ბოლნისის სიონში არ არის წარწერა იქ წარწერა როგორ არ არის, მაგრამ მე-5 საუკუნის ბოლოა და მასზე ადრე თუნდაც არის აღმოჩენილი აგერ პალესტინაში, პალესტინის წარწერა არის. დიახ, ეს გეტყვი რა, ორი სიტყვით გეტყვი. ეს არის აღმოჩენილი მე-4 საუკუნის ნაგებობაში, აღმოჩენილი არაწესიერად უკვე სამშენებლო მასალად გამოყენებული საფლავის ქვები, რომლებშიც ქრისტიანული სიმბოლიკა აბსოლუტურად არ არის. ანუ არქეოლოგიურად დადასტურებულია ეს მომენტი, რომ მე-4 საუკუნეში არის უკვე წინარე ხანის ძეგლი. ქართულია, გამართული ასომთავრული 1-2 ასოშია ხოლმე განსხვავება ცოტა არქეოლოგიური ნიშნებია. ამაზე მრავალ მეცნიერს აქვს დადებითი ისეთი რომ ეს მართალი ყოფილა ივანე ჯავახიშვილის აზრი და ქართველი ისტორიკოსების არა მარტო ივანე ჯავახიშვილი ეხებოდა წყაროებს რომ შეიქმნა ფარნავაზის დროს შვეიცარიელთა ქართული დამწერლობა და ივანე ჯავახიშვილი ასე ფიქრობდა ზოგიერთი მეცნიერი შემდეგ აღობდა რომ ქრისტიანობის დროს შეიქმნა თავიდან ქართული ალფავიტი რაც ოდნავ უცნაური იყო მაინც იმიტომ რომ თუ იქნება საბერძნეთიდან შემოდის ბერძნულ ენაზე შემოდის წმინდა წერილი გადათარგმნისთვის რატომ იყენებენ სულ სხვა ასონიშნებს იმიტომ რომ ბერძნულს მიამგზავსებდნენ მაშინ და ისევე როგორც ინგლისურ ენებში ლათინურ ენებში ასე ევროპულ ენებში იმეორებენ იმ ასოებს ანუ იქნება დამწერლობა იმის საფუძველზე რადგან არის